გიზიარებთ ექსკლუზიურ კადრებს აფრიკიდან. დღეს გაჩვენებთ თუ როგორ ხდება ტურისტების ინტერაქცია აფრიკის დიდ კატებთან. ეს ადგილი ჩვენს აფრიკის ტურს დავამატეთ და ერთი სული მქონდა თქვენთვისაც გამეზიარებინა. მოდით ერთად შევიდეთ აფრიკის ერთ-ერთ უდიდეს ცხოველების თავშესაფარში. ცხოველების თავშესაფარი გულისხმობს ადგილს, სადაც თავმოყრილია ცხოველების ის კატეგორია, რომელიც ბუნებრივ პირობებში ვერ გადარჩებოდა სხვადასხვა დაზიანებების გამო. ან თუნდაც იყვნენ სუსტები იმ პირობებისთვის, რაც შექმნილია აფრიკის ეროვნულ ნაკრძალებსა თუ პარკებში. ასეთ სუსტ ცხოველებს თავი მოუყარეს ერთად, უმკურნალეს, მოაძლიერეს, მაგრამ საინტერესოა, რომ სამხრეთ აფრიკის კანონი ამ ცხოველებს ბუნებრივ პირობებში დაბრუნების უფლებას არ აძლევს. შესაბამისად, შეიქმნა ცხოველთა თავშესაფრები, რომლებიც ტურისტებს ცხოველებთან უფრო ახლო ინტერაქციას თავაზობს. ეს შეიძლება იყოს მათი გამოყვება, სეირნობა მათთან ერთად, მოფერება და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტურის ფარგლებში თქვენ შეძლებთ ცხოველების მონახულებას როგორც ბუნებრივ პირობებში, სამხრეთ აფრიკის დიდ ეროვნულ პარკებში, ისე ცხოველთა თავშესაფარში. გამომყევით, ახლა ლომი უნდა გაჩვენოთ. მე არ მეშინია, ასე რომ ნურს თქვენ ნუ შეგაშინდებათ. როგორც ხედავთ, არც ბავშვებს არ ეშინიათ. AJ-ს ცხენის უფრო შეეშინდა ვიდრე ლომის. ვიდრე ენდი ტურზე შესასვლელად საჭირო საბუთებს ავსებს, მანამდე მე გარშემო ადგილებს დაგათვალიერებინებ. Yes, Andy. აქ ჩემო შვილებმა ერთი პატარა შოკოკოლადი იპოვეს და იმასთან ერთად თამაშობდნენ. ისეთი საყვარლები არიან გულში ჩაისვამ და თანატარებ. მანგუსტინი. It's not a cat. Meerkat. Oh, it looks so cute. Oh, Daddy. This is animal. ნახეთ რა მაგარი სკამებია. სასადილოა. საკმაოდ საინტერესო განათება, ზევით სირაქლემას კვერცხია, ქვევით კი ანტილოპის რქა. ეზოში, როგორც ხედავთ, რამოდენიმე ფანჩატურა დგას და არის კიდევ საცურაო აუზი, რადგან მოგეხსენებათ, აფრიკაში ძალიან ცხელა და აბსოლუტურად ყველა ადგილი აღჭურვილია საცურაო აუზებით. Daddy, Mommy, we'll leave you alone if you let us swim. ნახეთ, რამხელა ღობია აღმართული იმისთვის, რომ ლომმა ვერ შეძლოს გარეთ გამოსვლა. შიგნით ნებივრობს და ელოდება შემსვლელებს. ნახეთ, სად ისვენებს. აი ასეთი მანქანით შევალთ ამ ტერიტორიაზე. იარაღით ის მძღოლი, ვინც შეგვიყვანს ყოველ შემთხვევისთვის. ხედავთ ხო იარაღს. აიწყო ტურისტების მანქანაში ჩაჯდომა და ჩვენც გავვივართ. ვინაიდან მანქანა სავსე იყო უკვე ხალხი, ჩვენთვის პერსონალურად გამოყვეს საფარის ეს ღია ავტომობილი. ეს კი ჩვენი ძღოლის ძაღლია, ჩვენ მოგვაბარა დროები. Go straight to the lions enclosure. გიდი მგზავრობის დაწყებამდე წესებს გვაცნობთ და იმ ცხოველების შესახებ გვყვება, რომელსაც დღეს მოვინახულებთ. Go on. What our drive gonna end the sunset Boma, where we are going to get a glimpse. Oh, can't wait. Does the dog have ticks? No. No? Okay. I can't tell.
Stop now. It's flashing, ეს but it პურის doesn't stop. მსგავსი ცხოველია, Stop, stop, ჰაიენა. flashing, but it's not stopping. ნახეთ როგორ ეფერება. Someone will be taking over for this. Let's take a look in front of us, Alfie. Alfie is a very good example of a spotted hyena. Here in Southern Africa, we have 3 different species of hyenas. So according to their size, spotted hyenas are the biggest. გაგვიმართლა, ასე ვთვლის, საკმაოდ შთამბეჭდავი გიდი შეგვხვდა. სახელად მანდელა, უფრო სწორედ მეტსახელად მანდელას მეძახიანო, ასე გაგვეცნო. იმცენად გულიანად და საინტერესოდ გვიყვებოდა აი ამ ცხოველის ჰაინას შესახებ დაწყებული მისი სხეულის აგებულება, კვება, გამრავლება, უამრავი საინტერესო ფაქტები მოგვიყვანა ამ ცხოველის შესახებ. მოკლედ სრულიად ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა ჰაინას შესახებ. ძალიან მომეწონა ის ფაქტიც, რომ ბოლოს კითხვების დასმის საშუალება მოგცა. When there's no other animals to do the hunting, we see hyenas hunting successfully. აქ ჩვენ კი უკვე მეორე ლოკაციისკენ მივიჩქარით. Picture. It's a bamboo. And you can hear the soil is very soft, right? I made a joke about that. You're gonna have a problem closing it. Said stop, start. Right. Right, ladies and gentlemen, in front of us, there is 2 fully grown female lions. ბატონებო და ქალბატონებო, თქვენს წინაშია 2 ზრდასრული მდედრი ლომი, რომელიც ერთ-ერთი ეროვნული ნაკრძალიდან გადაარჩინეს. ახლა კი ვნახოთ მათი გამზრდელი მამა რუდი როგორ მიიჩქარის მათთან მოსაფერებლად. We are going to see something interesting. Want to bite me. It's a woo, eat you. She says she's on heat. Right, can we see? He is close to those females. On your თავისი გაზრდილი ბოკვერი რუდიმ ვერანაირად ვერ აყენა და ბოლოს წამოუწვა. იცოდით, რომ ლომები 24 საათიდან მხოლოდ 4 საათი არიან აქტიურები და დანარჩენ 20 საათს ძილში ატარებენ. რუდიმ ძღოლს ეუბნება წადი ამათთან დამტოვენ, შვენივრად გუცნობ თავსო. რა ისე რა საინტერესოა ამათი ურთიერთობა 12 წელი რომ ზრდი ამ ლომებს შვილივით. წარმოვიდგენია როგორი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული. It's not. Kiara looks like she's in heat, I don't know. But usually, what's this? What's that? How old? Who is? What is? Who is who? What the names are? There's a dog. ბოგვების მონახულების მერე რუდი უკვე ბიჭისკენ მიემართება. ნახოთ, საინტერესოა მის აყენებას თუ მოახერხებს. resting, they can only be active 4 hours. They know antelope, they will be squatting under the bush. ოჩაღ, რუდი, მამრი ლომები არც ისეთი ზარმაცები არ ყოფილან, როგორც მდედრი ლომები. He's using his tongue to lick this air. ერთგვარი დატესტვის მომენტი მიმდინარეობს ახლა ჩვენს წინ. ხელი გაულოკა რუდის და ტესტავს მისიანია თუ არა. აი სპეციალური რეცეპტორები აქვთ ენაზე და ასევე სუნითად შეიგრძნობენ მისიანია თუ არა და შემდგომ ერთგვარ თანხმობას ადლევენ ურთიერთობის. Vocals and their body appearance. If you want to take a closer look, male lions go extra mile, protect their females from other males by making use of their urine. You see them urinating on the ground, using their hind legs to throw the urine all over. If another getting inside the white lion's enclosure. White lion. Now we're gonna see white lion. თეთრი ლომების სანახავად შევდივართ. Naughty lion. White lion. This noise
ჩვენი რეაქციებიც გაჩვენოთ. There's white and they're all white. გაჩვენოთ. All of them are white. There's 3. All of the 3 ones are white. No, Mia! Shanti and Semo are white lions. Lot of people want to understand why do they look different. Is there anyone with an idea why some are much lighter and why some are much darker? They go gray when they get old. Very good to try. Let's give a try. Who else might have an idea? They're from Europe. Probably pigmentation. Sorry? Probably pigmentation. So, talking about pigmentation, it points out to an albino. So, albinos, they lack pigmentation. If you მოკლედ, როგორც გავარკვიეთ, თეთრი ლომები თურმე ალბინოსი ლომები ყოფილან. ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ახლა ავაზებთან შევდივართ, გადმოვდივართ სატრანსპორტო საშუალებიდან. მოდი AJ, მოდი დე. almost halfway to remove the lotion. So, ხელებს ვიბანთ შესვლამდე. the cheetahs, ნიშნულოვანი წესია, ხელები უნდა დავიბანოთ. აკრძალულია სათვალეებით შესვლა ავაზებთან, რადგან საკუთარ თავს ხედავენ შუშაში და გგონიათ, რომ სხვა ავაზები მოვიდნენ, სხვა სისხლის წარმომადგენლები და გაბრაზდებიან. you can have nice photos. ძალიან ბევრს აჭმევენ, ასე რომ არავის არ დაესხნენ ესენი თავს. That's all of us. Let's come around. Let's come stand from behind here. So we stand from a distance, then we'll come one by one. So I need the cameraman to this side. I need everyone. So one must come. AJ, you go. One at a Well, time. Mia, you go. Come. Go, Mia. So we have to massage, give him nice massage. Okay, kneel down. Kneel down, yeah. Kneel down. Pat him on the head. But this one is a little bit naughty. Cameraman, I want him here. No, you must stand on it. No. Pat him. Don't be afraid. Come. ნახეთ რა ახლოს ვარ. Another shade there. So the one who's taking pictures must go in front. You see, madam, you can have nice photos from this side. It's much better. From this side, it's much better. Males are on heat. They team up with the females only for the purpose of making a range close to 5 kilometers. It won't bite you, madam. Go closer. Everyone was going there. No problem at all. Don't stress. Go closer. Pat him on the shoulders. როგორც ხედავ, ამ თან გოგონას მართლა ეშინია ავაზასთან მიახლოება, მაგრამ მაინც რატო გააკეთა მე არ ვიცი, ალბათ სურათის გამო. ხოლო მე რაც შემეხება, ამ დროს გამეთიშა ტელეფონი და ერთადერთი რაც მოვახერხეთ, იყო სურათების გადაღება, ერთ-ერთმა ჩვენმა გუნდის წევრმა გადაგვიღო მე და AJ-ის სურათები და შემდგომ გამომიგზავნა. ჩვენ კი ტური გავაგრძელეთ, გადაღება სამჯერად უკვე ენდის ტელეფონით ვაგრძელებ და არ არის ისეთი ხარისხი, როგორც ჩემი ტელეფონის, მაგრამ არაუშავს. ძალიან ბევრი სხვა ცხოველებიც მოვინახულეთ, ძალიან დიდი ინფორმაცია ავიღეთ მათ შესახებ და ბოლო კულმინაცია ავდივართ ზედა ტერიტორიაზე. შემაღლებული ადგილზე აქვთ გაკეთებული კარვები და საცურაო აუზი და ახლა მინდა რომ ესეც The გაჩვენოთ. movement of blood to the brain when drinking water and also to avoid lack of blood to the brain when browsing. აი ეს ადგილის თავაზობს ასევე ასეთ კარვებს, ნახეთ მუდ.
მეორე კიდევ იქეთ არის. ცოტა შედარებით შემაღლებული ადგილია, სადაც ამოყავთ სტუმრები მზის ჩასვლის სანახავად. ეს სასადილო სივრცე. აი ამაზე ვგიჟდები ამ განათებაზე. ეს არის სირაქლემოს კვერცხი და ეს კიდე კუდუს რქა. მოდით აბა ახლა აქედან ხედი ვნახოთ. აუზი ნახეთ. და ხედი ნახეთ. უმაგრესი ხედია ველურ გარემოზე. უმაგრესია. წავედით. საჭმელად ახლა ძალიან მოგშივდა. მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ ტურით. ნახე როგორც ყველაზე ზარმაცი ცხოველები ლომები, ასევე ყველაზე სწრაფი ცხოველები ხმელეთზე, აფრიკული ავაზები სახელად ჩიტა. იმედია თქვენც ისიამოვნეთ. შემდეგ ვლოგამდე გემშვიდობებით მიყვარხართ.